გამარჯობა. მე ვარ ნატალია ჭანუყვაძე, სამხატვრო უნივერსიტეტიდან. მარიამ ბალახაძე, თეატრალური უნივერსიტეტი. ლუკა ხიზაძე, თესაის უნივერსიტეტი. ელენე გაბლაია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეული. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ დაიწყო ჩვენი პროტესტი უნივერსიტეტში, კონკრეტულად ჩვენს უნივერსიტეტებში, რა პრობლემებს წავაწყდით, რა არის გამოსავალი, როგორ ხედავთ ჩვენს მომავალს და ასე შემდეგ, ყველანაირ პრობლემაზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე. პირველ რიგში ნატალიას ვკითხავ, როგორ დაიწყო სამხატვრო აკადემიაში პროტესტი, როგორ შეუერთდით საქვეყნო პროტესტს და რა პრობლემებს წააწყდით პროტესტის დაწყების დროს. სამხატვრო აკადემიაში 15 იანვარს შევედით და ავიღეთ მთავარი ფოიე. მანამდე რა თქმა უნდა ნოემბრიდან ძალიან აქტიურად ქონდა მარშები, აქციები, პერფორმანსები, მაგრამ თეატრაურის შემდგომ ჩემი მეგობრები, ახლობლები, ამხანაგები არიან და რო ვუყურებდი ამ ყველაფერს, რო ვუყურებდი როგორ იჭერდნენ სტუდენტებს, მე და ჩემი კურსელები, რა თქმა უნდა რომ გაგვიჩნდა ეგრევე სოლიდარობის გამოცხადების გრძნობა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ 15 იანვარს რომ შევედით, ძალიან დიდ კომფორტში ვყავდით დაცვებსაც, ლექტორებსაც, არაფერი წინააღობა არ მქონია სხვა უნივერსიტეტთან შედარებით და ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველას. სითბოც მქონდა, საკვებიც მოქონდათ, ყველანაირად არ შექმნია ესეთი პრობლემები, როგორც დანარჩენებს. დღეს გავიდა ერთი კვირა, რაც იქ ვართ, ვატარებთ საჯარო ლექციებს, კიდევ ბანერებს და ბანერებთან დაკავშირებითაც არ მქონია არანაირი პრობლემა, არც გვიხსნიან, არც გვყარავენ. მოკეთ ვიქნებით აქ, სადამდეც იქნება საჭირო. რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნები არის, რომ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, ხელახალი არჩევნები და ვითხოვთ სამხატვრო აკადემიისგან, რომ გააკეთონ ოფიციალური განცხადება. იქვას დაუსვა ნატალიას, იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს, მე თეატრალური სტუდენტი ვარ და ჩვენ ძალიან დიდი ხანია უკვე უნივერსიტეტში ვართ, 30 დღეზე მეტია და შეიძლება ითქვას რაღაცეებში ბევრად გამოცდილები ვართ, ვიდრე ისინი, ვინც ახლა შემოგვიოცნენ. თუმცა მაინტერესებს ყველა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების ფონზე არის თუ არა თვითონ სტუდენტებს შორის ორაზროვნება და გახლეჩილობა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაგ პრობლემის გააზრებაც, რომ შეიძლება არათუ ადმინისტრაცია და ზოგადად სახელმწიფო, არამედ თვითონ ჩვენი თანატოლებიც არ გვიჭერდნენ მხარს და ეგეც მაინტერესებს მაგ პრობლემას წააწყდეს თუ არა და ამ თქვენი პროტესტის წინააღმდეგი არის თუ არა თქვენი თანატოლი ადამიანი. რეალურად ნოემბერში შევქმნით პეტიცია და 1200 სტუდენტმა მოაწერა ამ გაფიცვის პეტიციას ხელი. და გვეგონა რომ ყველა ერთ აზრზე ვიყავით, უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ დღეს რო ვიღვიძებთ და რო ხედავთ რომ მოდიან სტუდენტები ლექციაზე და ჩვენ მთავარი ფოიერად გვაქვს დაკავებული ძირითადად მაქედონ შემოდიან, ზედაც არ გვიყურებენ სამწუხაროდ. რა თქმა უნდა არიან სტუდენტები, რომლებმაც არ იციან რა ხდება და ვერ მივაწვდინათ ჯერჯერობით ხმა, მაგრამ უმრავლესობა საერთოდ არ გვიმჩნევს, არც გვესალმება, ჩვენ ვესალმებით რა თქმა უნდა ყველას, მაგრამ საერთოდ არც გვიყურებენ. ალბათ აქვთ თავიანთი პრობლემები ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ არც ცდილობენ კონტაქტში შემოსვლას, არც გვეკითხებენ, რას აკეთებთ აქ. და მოგეთ ეგ ძალიან საწყენია, მაგრამ პირველ დღეს ვიყავით 6-ნი და დღეს ვართ 50-ნი და ეგ ძალიან დიდი მოსწია. ძალიან დიდი მადლობა ნატალიას. ეხლა ლუკას ვკითხავ, დაახლოებით მინდა რომ იგივე
მოყვე შენ უნივერსიტეტში როგორ დაიწყო პროტესტი, როგორ შეუერთდით პროტესტს. თესევ ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს საერთოდ ჩვენ სტუდენტურ პროტესტში და ყოველთვის ძალიან კარგ პოზიციაზე დგას თესეუ სტუდენტობა. და მაინტერესებს თქვენი პროტესტი როგორ დაიწყო, რა წინააღმდეგობებს წააწყდით თქვენ და ბარემ მაგითხვაზეც რომ გამცე პასუხი, რომ ანუ თქვენ სტუდენტებს შორის არის თუ არა ეს გახრეჩილობა და ხით ჩატეხილობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ხო, სულ თავიდან დავიწყებ, როცა კი, ძალიან ხმამაღლა. არა, ის ხო, მე ძალიან ცნობილი ხმობა. მოკლედ, სულ თავიდან დავიწყებ, როცა განახლდა საპროტესტო აქციები, ნოემბრის პერიოდში, როცა კარიბის ქალაქი იყო თესეუს პირველ კორპუსთან, მაშინ შევედით პირველად უნივერსიტეტში და მაშინ დაიწყო გაჩნდა ეს საპროტესტო კერა თესეუს პირველ კორპუსში. რამდენიმე კვირა იყო ეს პროცესი, შემდეგ უკვე გამოვედით უნივერსიტეტიდან, იმიტომ რომ ჩვენი სტუდენტი ზღვა ცეცხლაძე დააკავეს. ამის მერე გვქონდა რაღაც მომენტი, როცა დიადა არ აქტიურობდით უნივერსიტეტის სივრცეში, თუმცა განვაახლეთ მერე უკვე ეს საპროტესტო აქციები, დავიწყეთ თესეუს უნივერსიტეტის კორპუსებთან აქციის ჩატარება, ვლაპარაკებოდით სტუდენტებს, ვლაპარაკებოდით ლექტორებს, ვაგრძელებდით თანამოაზრეებს და შემდეგ უკვე თავი მოხდი და მინდა რომ კარგად აღნიშნო ეს და მადლობა გადავხადოთ თეატრალური უნივერსიტეტის ბავშვებს, რომ ის მომენტი, როცა მხოლოდ პარლამენტთან იყო აქციები, ერთადერთი უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტების ხმა ისმოდა, იყო თეატრალური უნივერსიტეტი. და რეალურად სხვა უნივერსიტეტებისთვისაც ძალიან დიდი мотиваცია იყო, რომ შევერთებოდით ამ პროცესს და ჩვენ უნივერსიტეტებში შევსულიყავით. და მადლობა თეატრალური უნივერსიტეტს და სტუდენტებს. იმიტომ რომ თეატრალური შემდეგ უკვე თესეუს შევიდა და უკვე ძამბური უნივერსიტეტი დაგვემატა და ძალიან მიხარია რომ ესე გაიმართა პროცესები. ეხლა რაც შეეხება რა პრობლემებს გადავაწყდით და რა სიტუაცია არის, როცა უნივერსიტეტში უკვე მეორედ შევედით შესაბამისად თავის დაცვას ადმინისტრაციას მიჩვეული არის ამ ფაქტორს და შესაბამისად იმ ხელა წინააღმდეგობა არ ყოფილა და რა წინააღმდეგობაც იყო, ყველა წინააღმდეგობა წინასწარ ქონდა გათვლილი. შესაბამისად ის რომ არ მოგწეს თავიდან ლეიბლის შეტანის უფლება, დარჩენის უფლება არ მოგწეს. განაც არის პრობლემა ხარ რაც ძირითადად დემოტივაცია და დაღლებების მომენტი, თუმცა ეგ არის სრულად მოგვარებადი, ამაზე ყოველდღე მუშაობთ და ვიცი რომ ყველა უნივერსიტეტში მსგავსი პრობლემა არის, თუმცა ეს არის მოგვარებადი და ვიაზრებთ იმას, რომ ფიზიკურ დაღლებებას და დემოტივაციას გადაგვიმის და უბრალოდ გავიხსენებთ რა არის ჩვენი მთავარი მიზანი და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და დაიხსნათ სისტემის განის პატიმრები და ის სტუდენტები, რომლებიც ახლა დატყვევებულები არიან, ის სტუდენტები, რომლებიც ახლა უნდა იჯდნენ ლექციებზე და მათი სკოლები არის თავისუფალი, ამ მთავარ მიზანს რო ვიხსენებთ, მაშინ უკვე ყველანაირი დემოტივაცია და დაღლებება აღარ გვაინტერესებს და ამ მიზნისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე. რაც შეეხება სხვა პრობლემებს, ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, რომლებიც პარლამენტთან არიან, ძალიან დიდი მადლობა იმ ხალხს, რომლებიც უნივერსიტეტებში არიან და აგრძელებენ ამ პროტესტს და მადლობა იმ ხალხს, ვინც რესურსებით გვამარაგებს, აი გვაჭმევს, ყვებავს და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა მიყვარხავთ. მიგაჩნიათ, შენ მიგაჩნია, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ვინმესთვის საბაგანითოები ვართ და მე საერთოდ ვთვლი, რომ ის რომ ჩვენ პირველებმა დავიწყეთ არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცით ვინმეზე მეტი ვართ, პირიქით, უბრალოდ ხო, შეიძლება რაღაცა მუხტის მომტანი ჩვენ აღმოჩნდით ამ შემთხვევაში უბრალოდ, თუმცა ჩვენ პირიქით ვთვლით, რომ თესეუში თვეების წინ დაწყებული პროტესტი იყო ის მე პირადად ვთვლი უფრო სწორად ესე რომ თესეუში თვეების წინ დაწყებული პროტესტი იყო ის ბიძგი რომ რეალურად სტუდენტურ მოძრაობას ძალიან დიდი რაღაცეების დაძვრა შეუძლია ამ ქვეყანაში და თაგეთახმები აბსოლუტურად იმაში რომ იმაზე ფიქრის დროს როცა ვფიქრობთ რომ ადამიანებს თავისუფლება შეუზღუდეს და თავისუფლება წაართვეს და მოსწყვიტეს თავიანთ ოჯახებს, თავიანთ საქმეს, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ, უკანონოდ, უსამართლოდ და არ ვიცი კიდე რა სიტყვა გამოვიყენო. უკვე ჩვენც თეატრალური სტუდენტებიც საერთოდ არასდროს არ ვფიქრობთ ხოლმე
ჩვენი რესურსების დაზოგვაზე და რაღაც ჩვენი მენტალური მდგომარეობა, ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე ფიქრისთვის დრო არ არის და არც თაღლილობაზე ფიქრის დრო არ არის და არც დასვენების დრო არ არის, როცა ჩვენ ვართ ეხლა ის ჯარისკაცები, რომლებმაც თავისუფლება უნდა დაუბრუნონ იმ ადამიანებს, ვინც ამას იმსახურებენ და ძალიან დიდი მადლობა ყველა მებრძოლს, ვინც რუსთაველზეა, ვინც უნივერსიტეტშია, ვინც სამსახურშია, მაგრამ მაინც იბრძვის თავისი შესაძლებლობების ფარგლებში და ყველა ადამიანს მადლობას ვუხდი პირადად მე, ვისაც მიაჩნია, რომ ის 53 პატიმარი დღეს უნდა იყოს გარეთ და უნდა იყოს თავიანთ ოჯახებს. საუს სტუდენტი ისაუბრებს, ახლა იგივე კითხვა მაქვს შენთანაც და მე უკვე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებით შემოგვეცდები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე ვარ სეულის სტუდენტი ელენე. ჩვენი უწყვეტი პროტესტი დაიწყო 15 იანვარს. უწყვეტი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აქამდეც გვქონდა ადმინისტრაციასთან შეხვედრა და ვიცე-რექტორებთან შეხვედრა. სადაც გვინდოდა რომ ბატონ გიას კავთელიშვილს ჩვენს რექტორს გამოეცხადებინა თავისი პოზიცია და ეს ყოფილიყო საჯარო, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია ამ ყველაფერს. ამის შემდეგ უკვე 15 იანვარს შევედით ჩვენ უწყვეტ პროტესტზე, რჩებით უნივერსიტეტში. პირველი ღამე ჩვენ სტუდენტებმა 6 ადამიანმა გავატარეთ იატაკზე, არანაირი საძილე საშუალება არ გქონდა. Რომელსაც ჩვენი მეგობრები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან არ გვექნებოდა არანაირი საძილე საშუალება. საძილე საშუალებაში მოვიაზრებ პლეც, ლეიბს, ბალიშს, რასთან დაკავშირებითაც დაცვასთან გქონდა კონფლიქტი. 6 ადამიანზე 3 ბალიში, როგორც მივხვდით, ბევრი აღმოჩნდა მათთვის და გატანა გთხოვეს. ასევე პლედებით ზუსტად ის რაოდენობა უნდა დაგვეტოვებინა, რამდენი ადამიანი ვიყავით, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ დავიტოვეთ ზუსტად ის რაოდენობა, რამდენიც ჩვენ გვინდოდა. ამის შემდეგ უკვე ჩვენ მეორე დღეს გადავინაცვლეთ აუდიტორიას 3-4-ში. ამ დღესაც ჩვენ მოგვიწია იატაკზე წოვა, ვინაიდან არც ერთ საძილე საშუალება არ დაგვამატებინა დაცვის სამსახურმა, მაგრამ ჩვენ უკვე შემდეგ გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი ნებით ამოგვეტანა ისე, რომ არ გვეკითხა არავისთვის. ახლა უკვე გვაქვს ზუსტად იმდენი ლეიბის და ზუსტად იმდენი ბალიშიც, რამდენიც გვჭირდება, რომ იყოს აუდიტორიაში. ასევე ჩვენთან მოხდა ფაქტი, რომ შაბათ-კვირას გაითიშა გათბობა და შუქი. დაცვის სამსახურის მხრიდან იყო ეს გაფრთხილება, რომ გაითიშებოდა შუქი და გათბობა, მაგრამ იყო გაფრთხილება მხოლოდ და მხოლოდ 9 საათით ადრე. მაშინ, როდესაც ჩვენ ვერ მოვაფილიზებდით იმას, რომ გქონოდა გათბობის საშუალება რაიმე. ამის შემდეგ მათ შემოგთავაზეს აუდიტორია, რომელიც იქნებოდა პირველ კორპუსში, სადაც არ ითიშება შუქი გარკვეული მიზეზების გამო. და იყო აუდიტორია, სადაც სტუდენტები ჩვენ ვერ შეგვამჩნევდნენ, ვერ შეგვამჩნევდა ასევე თავლელი ადამიანი, ვინაიდან იყო დაბურული შუშები ამ აუდიტორიაში, როგორც გარედან ისევე შიგნიდან. რაზეც ჩვენ უარი განვაცხადებთ და დავჭით გაყინულ შუქჩამქრალ აუდიტორიაში. მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელმაც მოგვაწოდეს პატარა გენერატორი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გვქონდა ელექტროენერგია, გვქონდა შუქი, გვქონდა დატენილი ტელეფონები იმ შემთხვევაში, რომ თუ რაიმე მოხდებოდა, ჩვენ როგორც ყოველთვის დავკავშირებოდით ჩვენს მეგობრებს სხვა უნივერსიტეტიდან და ისინი ზუსტად 2 წუთში ჩდებიან ჩვენს კარებთან, ჩვენი თანადგომისთვის და მადლობა მათ ამისთვის. ასევე მინდა ვახსენო ის, რომ პირველ დღეს ჩვენ გადმოვკიდეთ ბანერები, როგორც გარე ფასადზე, ასევე შიდა ფასადზე. ერთ ბანერზე დაწერილი იყო ხელახალი არჩევნები, მეორე ბანერზე უშუალოდ სოლიდარობა იყო გამოცხადებული დაპატიმრებული ადამიანებისთვის და უშუალოდ ირაკლი მიმინოშვილისთვის, რომელიც არის სეულის სტუდენტი და იმყოფება უკანონო პატიმრობაში. ჩვენი უშუალო მოთხოვნაც ასევე ეხება ირაკლის, ეხება უნივერსიტეტს იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი არ არის ჩვენი პირველი დაჭერილი სტუდენტი. ირაკლიმდე იყო კიდევ 3 სტუდენტი. ისინი ახლა თავისუფლად არ არიან საპრობილეში, მაგრამ არც მათ მიმართ და არც ირაკლის მიმართ
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს არ გამოუცხადებია სოლიდარობა. ჩვენ ვითხოვთ ბატონი გია კავთველიშვილისგან, რომ გამოუცხადოს მან სოლიდარობა ირაკლი მიმინაშვილის და მის ოჯახს. ასევე მინდა ვახსენო ისიც, რომ გუშინ ჩვენ მქონდა უნივერსიტეტში ღია კარის დღე. იყო ირაკლის დედა მოსული. მან მიიღო ის ტაში და ის მხარდაჭერა ჩვენგან, რაც უნდა მიიღო, მაგრამ სხვა სტუდენტებისგან სამწუხაროდ ეს მან ვერ დაინახა და მინდა რომ ამ სტუდენტებს გადავცე, რომ ჩვენ ახლა არც ერთი არ ვართ დაცული და არ ვიცით ხვალ ვინ იქნება ირაკლის ადგილას. მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ისევე დავიცავთ მის უფლებებს, როგორც ვიცავთ ირაკლისას და ისევე გამოუცხადებთ მას და მის ოჯახებს სოლიდარობას, როგორც უცხადებთ ირაკლის. ახლა ჩვენს უნივერსიტეტში განმოფენილია უკვე 4 ბანერი, ვინაიდან პირველი 2 ბანერი ჩამოიხსნა და გადმოვკიდეთ კიდევ 2 ბანერი და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პროტესტი არ შეჩერდება იქამდე, სანამ უშუალოდ უკანონოდ დაპატიმრებულები, მათ შორის ირაკლი, არ დატოვებს საპყრობილეს და არ იქნება მისი ოჯახის გვერდით. დიდი მადლობა. ეხლა უცებ კიდევ ერთ რაღაცაზე მინდა რომ ვისაუბროთ ყველამ. რა მოლოდინები გაქვთ, მაინტერესებს ამ პროტესტისგან, რას შედეგებს გგონიათ რომ გამოიღებს და ალბათ ისედაც ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც რომ ვისაუბროთ, რატოა მნიშვნელოვანი ძალიან ჩვენი თაობის და სტუდენტების ბრძოლის წინა ველზე დგომა, შეიძლება ესე ითქვას. პირველ რიგში იმედი გვაქვს, რომ ბევრად მეტი სტუდენტი შემოგვიერთება და ბევრად მეტი სტუდენტი დაინახავს რეალურად, რომ დღეს ირაკლის და ყველა უკანონოდ დაპატიმრებულის მაგივრად, ანუ უბრალოდ შემთხვევითობაა, რომ მეც და ჩვენც მანდ არ ვართ, იმიტომ რომ გაგვიმართლა. და მინდა დაინახოთ ის, რომ დღეს ყველა არის საფრთხის ქვეშ. და გამოუცხადონ პირველ რიგში სოლიდარობა, მარტო ეგ კომენტარი მაინც რომ გააკეთოს, სხვა თუ არაფერი. ველოდებით, რომ სამხატვრო აკადემიაც მთლიანად დაგვიდგება გვერდში. ველოდებით, რომ გააკეთებენ განცხადებას, მინიმალურს, რომ სოლიდარობა მაინც გამოუცხადონ რეჟიმის ტყვეებს. რა თქმა უნდა, რომ სტუდენტური ერთობა მნიშვნელოვანი არის. მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე ძლიერი ხმა გვაქვს სტუდენტებს. რადგან ჩვენ ვართ რეალურად მომავალი. ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვინც გვისმენს, შეიძლება კომენტარს არ აკეთებდნენ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ძალიან ბევრი არის ისეთი, ვინც აზრს იცვლის და გვიერთდება ნელ-ნელა და ზუსტად ვიცი, რომ ბევრად მეტი იქნება დროის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ ძალიან დიდი ხანი არ გაიწერება, მაგრამ ჩვენ არ დავღრილვართ, არ დავიღლებით, გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე და სულ იმას ვამბობთ, რომ ყველა ვართ ერთად ამ ბრძოლაში და ძალიან დიდი ძალა ვართ და ძალიან დიდი ხანი ვიქნებით, სანამ არ შესრულდება მოთხოვნები, ვიქნებით ესე. ხო, პირველ რიგში სტუდენტების ძალა რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი და ის რომ სტუდენტები წინა ხაზზე ვიდგეთ ბრძოლის ველზე. ამის პირველი მიზეზი არის ის, რომ ყველა სტუდენტი, ყველა ახალგაზრდა დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და ჩვენ ვერ შევეჩვევით, რომ თავისუფლების აღკვეთას და ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას ვერ შევეჩვევით იმას, რომ ჩვენი წინაპრების სისხლით მოპოვებული მიწა და ის საქართველო, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, ის ღირებულები, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, ის მოღვაწეები, რომლის უნივერსიტეტებში ჩვენ ახლა ვსწავლობთ, ამ ადამიანების მიერ მოპოვებული ღირებულებები და ის საქართველო, რაც დაგვიტოვეს, გავატაროთ რუსეთს. ამიტომ ის მუხტი და ის ღირებულებები, რაც ახალგაზრდებს ამოძრავებს და ასევე ის შესაძლებლობა, რაც ახლა ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საკუთარი უნივერსიტეტები დავიკავეთ, საკუთარი სფეროს თავანი შენობა, რაც არის ეს უნივერსიტეტი ავიღეთ და ვთქვით, რომ უნივერსიტეტი ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტებს და უნივერსიტეტის პოზიცია არის სტუდენტების პოზიცია, ამით ვაჩვენეთ, რომ ყველაზე ძლიერი არის სტუდენტების ხმა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სფეროს წარმომადგენლებიც იბრძვიან,
ამის მიუხედავად სტუდენტებმა ყველაზე კარგად ვაჩვენეთ და ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და ყველაზე კარგად შეგვიძლია ამის გამოხატვა. მორონების განვითარებას მე ისე ვხედავ, რომ პირველ რიგში არის ბევრი უნივერსიტეტი, რომელსაც ხმა არ მოუღია, არის ბევრი სტუდენტი, რომელსაც ხმა არ მოუღია და ვეროდები სხვა უნივერსიტეტებისგანაც და ზუსტად ვიცი, რომ იგივეს გაიმეორებენ და საკუთარ უნივერსიტეტებს დაიკავებენ და დაიბრუნებენ სტუდენტები. ასევე გარდა სტუდენტებისა აუცილებელია რომ მოვლენები თუ გვინდა გამარჯვებისკენ წავიდეს, სხვა სფეროს წარმომადგენლებიც გაერთიანდნენ. სხვა სფეროს წარმომადგენლებმა შეძლონ და გააკეთონ ის, რაც შეძლებთ სტუდენტებმა. ამოიღონ თქმა თავიანთ სფეროში და ამოიღონ თქვა ის პოზიცია დააფიქსირონ ის პოზიცია საჯაროდ, რაც აქვთ მათ თავიანთ სფეროში, ისევე როგორც სტუდენტები აკეთებთ ამას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა გავაქტიურდეთ, გავერთიანდეთ და შეეძლოთ ერთგუნდად მუშაობა და ასევე მოგონ მეტი სიტყვა აღარ მექნება და დავამატებ, რომ კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის ჩემ უკან რაშენებაც იმყოფება პირველი არხის საზოგადოებრივი მოუწყებლის შენობა. ეს შენობა და ის ტელევიზია ეკუთვნის ხალხს და აუცილებლად უნდა შევიდეთ ხალხი და სტუდენტები ამ შენობაში. ასე რომ პირველი არხი ამ საზოგადოებრივი მოუწყებელი ეკუთვნის ხალხს და ეკუთვნის სტუდენტებს. მოლოდინი მახსის და გვახსის რომ არ ვიქნებით 6, არ ვიქნებით ცოტა, იმიტომ რომ ჩვენ პირველღამის ვიყავით 6 ადამიანი, მაგრამ დღეს უკვე ვართ ის რაოდენობა, რისიც რეალურად ეშინიათ და მინდა რომ კიდევ უფრო მეტნი ვიყოთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი მომავალი თაობის, რომელმაც ამ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და ეს ქვეყანა უნდა აქციოს ისეთად, როგორიც იქნება სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო. არ გავიღლევით, არ გავჩერდებით და გვინდა რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იყოს დაკმაყოფილებული და ველოდებით აუცილებლად იმას, რომ დაგვიკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს. ძალიან დიდი მადლობა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც დაუძახებ. მადლობა ძალიან დიდი. გავიცნოთ ჩვენი შემდეგი სტუდენტები, თვითონ გაგვასწავლენ თავიანთ თავს და მერე გავგზავნოთ საუბარი. გამარჯობა, ისმის ჩემი. უფრო ახლოს დაიჭირა. ისმის. მე ვარ ტასო იაკობოვა და დღეს ვისაუბრებ ფრიუნის და აგრონის სახელით. და მოდი გიოკითხოთ ხო შენ რაც. ხო, მოკლედ ხო, ჩვენ უნივერსიტეტში პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ პროტესტი არ არის მიმართული ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ვინაიდან ისინი ყოველთვის იყვნენ ჩვენ გვერდში, მაგრამ ზუსტად ეგ არის მთელი მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ეს პროტესტი პირველ რიგში მას გავუსვამ ხაზს, რომ არ არის მიმართული ადმინისტრაციის წინააღმდეგ. და ხო, აქედან მივდივართ იმაზრამდე, რომ ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ეს არის ყველას ბრძოლა და ამ რეჟიმის ქვეშ ვართ, ყველამ შესაბამისად ყოველთვის გავართ იმ სტუდენტების გვერდით და უცხადებთ სოლიდარობას, ვისაც აქვს ჩვენზე მეტი რაღაც საწვალებელი და საფიქრე ამ ბრძოლაში. ხო, კიდე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სივრცეს ვიკავებთ გარდა სოლიდარობისა იმისთვის, რომ ეს სივრცე იყოს სტუდენტების თვითორგანიზების კერა და აქედან გამოვიტანოთ სტუდენტების პროტესტი გარეთ. და ხო, რაც შეეხება შიდა ორაზროვნებას, მე ვიტყოდი, რომ უმრავლესობა რაღაც საბაზისო მორალურ საკითხებზე ყველანი თანხმდებით. მაგრამ რა თქმა უნდა ცალკეულ პროტესტის ფორმები იქნება ეს თუ რაღაც აქტივობები თუ სხვა თემები. ამაზე რა თქმა უნდა არის ხოლმე გარკვეული ორაზროვნება, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი რომ ეს ყველაფერი არ არის ჯანსაღი, იმიტომ რომ აქედან მივდივართ ხოლმე რაღაც კონსენსუსამდე და ჩვენი პროტესტი ასევე იმას ემსახურება, რომ რაღაც ეს იქნება მატერიალური, ფიზიკური დახმარება ყველას მოკლედ დავეხმაროთ სხვა სტუდენტებს და უნივერსიტეტებს.
და გარდა იმისა, რომ ჩვენ უნივერსიტეტის შენობაში მიმდინარეობს პროცესები, ასევე დავდივართ ხოლმე და კიდევ იგეგმება რაღაცეები, რაც უშუალოდ იქნება მიმართული იმისკენ, რომ სხვა უნივერსიტეტებს ყველანაირად გვერდში დაუდგეთ და ხარი დაუჭიროთ. გავიმეორებ კიდევ ერთხელ იმ კითხვებს და საკითხებს, სადაც გვესაუბრებიან. პირველ რიგში როგორ დაიწყო პროტესტი თქვენს უნივერსიტეტში, ანუ პირველი დღეები როგორი გქონდათ და რა პრობლემებს წააწყდით. შემდგომ რა არის თუ არა გახდრეჩილობა თვითონ უნივერსიტეტის შიგნით სტუდენტებს შორის და აქ დავამატებ იმას, რომ ჩვენ სტუდენტებიც და ალბათ მთელი საზოგადოება, ვინც ვებრძვით ამ რეჟიმს, ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ და ზუსტად მაგისთვის ვიბრძვით, რომ ყველა ადამიანის აზრს აქვს არსებობის უფლება და ჩვენ ყველა ადამიანის აზრს უნდა ვცეთ პატივი და ის, რომ ვიღაცას ჩვენი საწინააღმდეგო აზრი აქვს, არნიშნავს იმას, რომ ჩვენი მტერია ან არ აქვს უფლება, რომ ეს აზრი გქონდეს. უბრალოდ მე უშუალოდ კითხვა დავსვი იმ კუთხით, აქვს თუ არა ვინმეს უშუალოდ წინააღმდეგობა, ანუ აქეთ თქვენ თუ გიზღუდავთ თქვათ ვინმე ამ პროტესტს და რა მოლოდინები გაქვთ ამ პროტესტისგან და რას ფიქრობთ საერთოდ სტუდენტურ ერთობაზე, რამხელა ძალა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მოგესალმებით, ისმის ხო? მოგესალმებით, მე ვარ სალომე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და ილიას სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი. ჩვენი პროტესტი დაიწყო ბევრ უფრო ადრე, პირველ რიგში სტუდენტები ეს ერთობლივად ჩავერთვით გაზაფხულზე, ჯერ კიდევ რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირების დროს. შემდეგ უკვე ვემსახურებოდით წინასაარჩევნო და ამ მხრივაც ჰქონდა უნივერსიტეტში სტუდენტური კამპანია, რომ მაქსიმალურად წასულიყვნენ ადამიანები არჩევნებზე და დაეფიქსირებდნენ თავიანთი პოზიცია და მოქალაქეობრივი ვალდებულებები და შემდეგ უკვე არჩევნების შემდეგ ჩვენმა პროტესტმა ერთგვარად შეიცვალა სახე და სხვანაირად დავიწყეთ მოქმედება. ხო, თავდაპირველად, როდესაც ბათუმი შევიდა პირველად უნივერსიტეტში და დაარჩა მაშინ სოლიდარობის ნიშნად ჩვენ ერთიღავე გავათენეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ამ შემთხვევაში როგორც პრიონის ჩვენ არ ვაპროტესტებთ უნივერსიტეტში, იმიტომ რომ რაიმეს ვითხოვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან პირიქით. უბრალოდ ეს იყო ერთგვარი აქტი იმისა, რომ მხარს უჭერდით ბათუმის უნივერსიტეტს და არა მარტო ბათუმის, მაშინ ფსეუსაც იგივე მდგომარეობა ჰქონდა. შემდეგ უკვე 28 ნოემბრის განცხადების მერე, როდესაც უფრო გამწვავდა ეს პროტესტი და თეატრალური შევიდა თავიანთ უნივერსიტეტში და დაიკავეს ფოიე, ჩავთვალეთ, რომ არა მარტო უნივერსიტეტების ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა გაერთიანებულიყვნენ, არამედ ყველა უნივერსიტეტი უნდა გაერთიანებულიყო და ის მიზანი და სურვილი, რაც ყველას თითოეულ ჩვენთანაც გვაქვს, სხვა ძალად უნდა გარდაქმნილიყო. შესაბამისად, ძალიან ბედნიერი ვარ პირველ რიგში, რომ დღეს 6 უნივერსიტეტის წარმომადგენელი ვართ აქ. ამასთანავე ჩვენთან ერთად ბათუმი სამწუხაროდ არ არის, მაგრამ დამეწმუნეთ, რომ ჩვენთან ერთად არიან და ასევე მადლობა მათ. ჩვენ რაც უნივერსიტეტში ვართ, მას შემდეგ გადავწყვეტეთ, რომ გქონდეს ერთგვარი აქტი, რომელსაც გამოვხატავთ დამოუკიდებლობას არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ. ეს აქტი კონკრეტულად მოიცავს იმას, რომ ყოველდღიურად ჩვენ უნივერსიტეტის წინ ეგრეთ წოდებული ბალაკლავებით ვუშვებთ ფეიერვერკს. ხანდახან ეს პოლიციის თანხლებით ხდება ხოლმე, გვიყურებენ შორიდან. და ამით კიდევ ერთხელ გადასტურებთ, რომ მათი ეგრეთ წოდებული კანონი პროექტები ჩვენს არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ არ აქვს მათ იმის ლეგიტიმაცია, რომ რაღაც ახალი კანონი შემოიღონ და აწესონ და შეგვიზღუდონ ეს თავისუფლება, რაც გაგვაჩნია და აუცილებლად უნდა გქონდეს. ამასთანავე ჩვენს იქ ყოფნას აზრი აქვს, იმიტომ რომ როგორც იცით,
და თუ არ იცით ილიას ემუქრება საფრთხე ავტორიზაციის შესაბამისად ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ ის სინათლე რაც არის და შენარჩუნებული აქვს ჩვენს უნივერსიტეტს არ ჩაქრეს და არ ჩააქრეს ამ ხელისუფლებამ და ეს ბრძოლაც გააზრებული გვაქვს და ვიცით რომ ჩვენ ამ კუთხითაც მოგვიწევს ილიას სტუდენტებს ამ კუთხითაც მოგვიწევს ბრძოლა რომ არ შეუჩერონ ავტორიზაცია ჩვენს უნივერსიტეტს და კიდევ ხო ასევე ვისაუბრებ უნივერსიტეტის შიგნით ორაზროვნებაზე ხო ну როგორც თითოეულ ჩვენთაგანი ალბათ მე ვერ წარმოვიდგენია რაღაც ფუნდი და მოძრაობა სადაც არ არსებობს ორი განსხვავებული ან რამდენიმე განსხვავებული აზრი მათ შორის ჩვენთანაც რა თქმა უნდა არსებობს ხოლმე განსხვავებული პოზიციები მაგრამ ვინაიდან ვიაზრებთ იმას თუ რამდენად დიდ და მნიშვნელოვან ბრძოლაში ვართ და ამავდროულად ვიაზრებთ იმას რომ რეალურად ყველას თითოეულ ჩვენთაგანს ერთი საერთო მიზანი გვაქვს ეს ჩვენთვის იმდენად ღირებული და პრივილეგირებულია რომ არ ვაძლევთ ჩვენს განსხვავებულ პოზიციებს იმის საშუალებას რომ ჩვენი მოძრაობის ფუნქცია რაღაცნაირად შეაფერხოს და ხელი შეუშალოს. რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ერთმანეთს და მსჯელობის საფუძველზე ყოველთვის ვაკეთებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას და ვაკეთებთ ისე როგორც თვით საჭიროდ. ხო მოლოდინებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მოლოდინები კი არა, მეცაც ვიტყვი ჩვენ მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია და შეიძლება ბრძოლადიანიც იყოს, ამისთვის მზად ვართ და ეს არ არის უბრალოდ იმედი და ჩვენ ამის რომანტიზებას არ ვახდენთ, პირიქით სრულად დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი გარდაუვალია და აუცილებლად მოხდება. აუცილებლად ვახსენებთ პროექტში ჩვენთან იმას, რომ ამისთვის მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ხანდახან რა თქმა უნდა მით უფრო მაშინ როდესაც არ ვართ სახლში და ვართ უნივერსიტეტების ფოიეებში რამდენიმე ადამიანი ერთად თვლია ემოციურად გამოყვანდა ამ ყველაფერს შესაბამისად რა თქმა უნდა ყოველთვის გვაქვს მომენტები და თითქოს ემოციურად ვიქნებით მაგრამ ეს გააზრებული გვაქვს მთელი ეს პროცესი რაც გულისხმობს რაღაც ხანა ასვლებს და ჩასვლებს ამ ყოველთვის ვიცავს და გააზრებული გვაქვს ხო შესაბამისად რა თქმა უნდა მოგდინებით და დაწუნებული ვართ რომ ამ ზოგადში ჩვენ ვიქნებით ის ძალა რომელიც გაიმარჯვებს აღარ მანდ უფრო ხმამაღლა ხო აჰა და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის ნაწილი რომ არა მარტო სტუდენტები არამედ ყველა ადამიანი იყოს გამოსული ყველა ადამიანმა იბრძოლოს იქიდან საიდანაც შეუძლია რა სივრცეც ეკუთვნის და არ დაკარგოთ არც ძალა არც мотиваცია იმიტომ რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ იქ ყოველთვის სადაც ვართ საჭირო ჩვენ სტუდენტები ყოველთვის იქ ვიქნებით სადაც ვიქნებით საჭიროდ ეს იქნება უნივერსიტეტი ეს იქნება გარეთ თუ რა ადგილიც არ უნდა იყოს დღეს ვართ აქ და ვიქნებით იქამდე სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები შესაბამის პირობებში და სანამ გათავისუფლებული არ იქნება ყველა რეჟიმის პატიმარი რომელიც დაკავებული იქნა ამ პროცესების პერიოდში სიტყვას ვიტყვი და დასრულდება დღევანდელი ჩვენი სტუდენტური დისკუსია, თუმცა სტუდენტების ლაპარაკი არ დამთავრდება აღარასდროს ამ ქვეყანაში. ჩემი აზრით, ანუ მე რა დამოკიდებულებაც მაქვს ამ სტუდენტურ პროტესტთან. მარტო ამას ვიტყვი, იმიტომ რომ თეატრალურის ამბები მე მგონი ყველამ ძალიან კარგად ვიცით უკვე. მე ვთვლი, რომ როდესაც ეს პროტესტი დაიწყო ამ რეჟიმის წინააღმდეგ და სისტემის წინააღმდეგ, მეც და ჩემი თანამებრძოლებით, სტუდენტური მოძრაობის სხვა წევრებიც ვიბრძოდით რეჟიმის წინააღმდეგ რუსთაველზე და იქ სადაც იყო იმ მომენტში საჭირო. და მე მივხვდით, რომ სისტემას უნდა ებრძოლო პატარ-პატარა სოროებში. და როდესაც ამ სოროში ერთ პატარა დიქტატორს დაამარცხებ, ანუ მე ნელ-ნელა მიდიხარ იმ დიდ დიქტატორამდე, რომელიც არის დასამარცხებელი. და ასევე იმას მივხვდით, რომ იმ ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი ადგილი, სადაც შემიძლია წავიდე, განათლება მივიღო, მეგობრები გავიცნო, ან არ ვიცი, მასთან ვიკონტაქტო, გავცვალო აზრები, მქონდეს შემოქმედებითი წვის პროცესი და ასე შემდეგ არის უნივერსიტეტი. და იმასაც მივხვდი, რომ უნივერსიტეტში ამ ყოველთვის საშუალება არ მეძლეოდა, იმიტომ რომ ჩემს უნივერსიტეტში და ალბათ თითქმის ყველა უნივერსიტეტში
ძალიან მიუღებელია განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი. და მე მივხვდით მაგას, რომ ჯობია უნივერსიტეტში ვიბრძოლოთ იმ პატარა დიქტატორის წინააღმდეგ, რომელიც ამ განსხვავებულ აზრს ებრძვის თვითონ, მაგრამ არასდროს არ გამოუვა და არც არავის გაჩუმება გამოუვა არავის ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით სტუდენტების გაჩუმება არ გამოუვა არავის. და ვთვლი, რომ ეს პატარა ბრძოლაც თითოეულ უნივერსიტეტში ახლა არის, საბოლოოდ მოგვაგებინებს ომს. და ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. სოლიდარობას მოგვითხრათ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა სოლიდარობა, ჩვენ ვართ ძალიან კარგად ყველა და ვინც თავისუფლები ვართ აგვიჭირს იმათ. სოლიდარობა გამოგვიცხადეთ იმათ, ვინც თავისუფლები არ არიან და უცეთ წაართვეს ცხოვრება ეხლა. მაგრამ დაიბრუნებენ აუცილებლად და იმაზე ძლიერები იქნებიან, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილან, დარწმუნებული ვარ. და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ახლა სწორ მხარეს გახართ და ვისაც გაღებთ რეალურად საქართველოს მომავალი და ვისაც გინდათ, რომ საქართველოს მომავალი იყოს ევროპაში. მადლობა.